ჩვენ ვართ გამა მატრიცას კონფერენციაზე. აპლოდისმენტები. მეგობრებო, მე ბრძოლის თქო ცოტა ახლო მოიწიოთ, რაღაც ღარიბი კაცის ღობესავითაა და ცოტა მჭიდროთ რო დავდგეთ. კეთილი, მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ხართ და მობრძანდით აქ. აპლოდისმენტები გამას გულშემატკივარს. დიდი მადლობა ჩვენს ონლაინ მაყურებელს, ვინც ამ წამს გამა FC.TV-ზე გვადევნებს თვალს. აპლოდისმენტები მათ. და რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ყველა ჩვენ გამომწერს, ვინც მოგდევს YouTube-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე თუ Facebook-ზე. დიდი მადლობა მეგობრებო. ასევე ბარემ რა, დიდი მადლობა რა თქმა უნდა ჩვენს გენერალურ სპონსორს Leaderbets და ასევე უღრმესი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს ზოგადად, რომლებიც არიან ნემიროფი, ბაითლაფსი, ახალი ხედვა და ყველას ძალიან ასე ვთქვათ გაიზარდა ჩვენი ოჯახი, Windham Hotels ასეთი საგზნობი მხარდამჭერების სია შეავსეს და კიდე ბევრი კომპანია გვიდგას გვერდში, ყველა ჩვენი საბრძოლო პარტნიორი დარბაზი და ასე შემდეგ. უღრმესი მადლობა მათ დახმარებისთვის და მათ მეშვეობით ვძლიერდებით ჩვენ და ვიზრდებით. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველა ჩვენ გულშემატკივარს და მხარდამჭერს. მაშასე მეგობრებო, გამა მატრიცას ივენტზე ჩვენ გველის 9 ბრძოლა და პირველივე ბრძოლიდან იქნება ტრადიციულად სასტიკი ბრძოლები. ამ ყველაფერს დააგვირგვინებს ნიკა ნოზაძესა და აჰმედჯან ხოშგორის საჩემპიონო ბრძოლა. როგორც მოგეხსენებათ, ბადო გოგიჩაშვილმა დატოვა საბრძოლო სპორტი და თავისთავად ვაკანტური გახდა გამას 84 კილოს ქამარიც, თუმცა show must go on და ბევრი პრეტენდენტია და პირველები მათ შორის არიან ნიკა ნოზაძე და აჰმედჯან ხოშგორი. მათი ბრძოლა დააგვირგვინებს ამ ივენტს, როგორც გითხარით აქამდე და გავარკვევთ ვინა 84 კილოგრამის ახალი მეფე. მაშასე, მოდი თავს აღარ მოგაბეზრებთ და გადავიდეთ პირველ წყვილზე. პირველ წყვილის პირველი მებრძოლი მე მინდა ვიხმო გიორგი შალამბერიძე. გიო, საითხარ? გამარჯობა. გამარჯობა. და გიორგის მეტოქე ზაქრო გიგაური. მოგესალმებით ბიჭებო, ესე გიორგი შალამბერიძე გამას გულშემატკივარს დიდი ალბათობით ახსოვს, მას უკვე 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული გამაში, თუმცა სიხშირით ასე ვთქვათ არ გვაბეზრებს თავს, ყოველთვის გვანატრებს ხოლმე. საშუალოდ ესე წელიწადში ერთხელ ჩხუბობ, ხო გიო? კი ბატონო. და ზაქრო ახლა შემოუერთდა ჩვენს გუნდს. ჩემთვის საინტერესო ბრძოლა იქნება ძალიან და რა ბიჭებო, თქვენ თვითონ მოყევით, აბა რა მომზადება გაიარეთ, როგორ ხართ ამ ბრძოლისთვის მზად, შეისწავლეთ თუ არა ერთმანეთი და ერთმანეთის ბრძოლის სტილი და რას მოველოდოთ ჩვენ მაყურებლები? მე დავიწყებ წინა 2 ბრძოლა. არ გამომივიდა და არც დავიწყებ თავის გამართლებას, მაგრამ ეხა ხასიათითაც, ფსიქოლოგიურადაც და მომზადებით სტილით უკეთესი ვარ. მაქსიმალური უნდა ვაჩვენო და გამარჯვებისთვის ვარ აქ მოსული რა. 100%-ით უკან არ დავიხევ და უნდა გავიმარჯვო რა. სხვა გზა არ მაქვს. სასიამოვნოა. ზაქრო, შენ რო გითხრა შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, შენ თუ ხარ გასამარჯვებლად მოსული და მომზადებაზე ზოგადად? მოგესალმებით პირველ რიგში, წარმატებებითო. რავი, მომზადება საკმაოდ კარგი, ფსიქოლოგიური განწყობაც რა თქმა უნდა. უკეთესი
და რავი დანარჩენი ჯობია რომ რინგმა გვანახოს და ჭუბ მაგრამ მოდი მაშინ მე დავსვამ რამოდენიმე კითხვას რომელიც ჩემთვის აი ზედაპირზეა უპირველეს ყოვლისა გიორგისთან მაქვს გიო ვიცით ხო მუაიტაიდან ხარ ხო შენ ასე ვთქვათ შენი საბრძოლო ბაზისი არის მუაიტაი ან ტაილანდური კრივი ძირითადად ვინაიდან ფეხზე არის მან აქცენტი რამდენად შეძელი რომ გადაგეწყო ასე ვთქვათ შენი ბრძოლის სტილი და ძირითადად აქ მუშტები და ჯიკაობა გელის და რამდენად გადაეწყე როგორც შენ თვითონ თქვი არიყავი საუკეთესო ფორმაში წინა ორ ბრძოლაში და ახლა რა გაძლევს იმ დაჯერებას რომ შენ შეძლებ და გვაჩვენებ იმ ბრძოლას რომელიც გინდა რომ გვაჩვენო ჩემი ბოლო ბრძოლიდან თითქმის 1 წელი გავიდა გადავედი უკვე კრივის რეილსებზე ძალიან რთულია ხა ტაილანდური კრივიდან კიკბოქსინგიდან MMA-საც ვარჯიშობდი ცოტა იქედან გადმოხვიდე მუშტი კრივზე უშუალოდ და შევეჩვიე უკვე სტილს და ვფიქრობ რომ კარგ შედეგს ვაჩვენებ და მე თქვენთან შემოთავაზება მაქვს ღვთისმწყალობით გავიმარჯვებ ამ ბრძოლაში და მინდა რომ ტაილანდურ კრივში ერთი ბრძოლა ჩავატაროთ თუნდაც სახვევებით შიშველმუშზე კენტოსებში თუ მოხერხდება მოხერხდება რატო არა ჩვენ GFL-თან ვთამშობლობთ ტაილანდურ კრივის შეჯიბრებებს ატარებენ ბიჭები და რა თქმა უნდა შევთავაზებთ შენს კანდიდატურას და არ მგონია უარით გაგვისტუბრონ ამიტომ რატომაც არა სექტემბერში აპირებენ ამიტომ თუ შენი სურვილი იქნება why not ზაქრო შენ რომ გითხრა შენ ბაზისზე ასე გვერდში გიდგანან ზურა მუკვანი ზვიად მუკვანი კახარღლიანი მათი ბაზა კრივია და ეს ლოგიკურია რომ ვიფიქროთ რომ შენც მოკრივე ხარ მასეა კი მოკრივე ვარ მაგრამ საკმაოდ დიდი ხანია რინგზე არ მდგარ ვარ რა და ამიტომ შეიძლება ამან რაღაც როლი ითამაშოს მაგრამ არა გადამწყვეტი და არა ისეთი რომ რამე ფიქრობ გამიჭირდეს რა ბაზა კრივია ვარჯიშობ 13 წლიდან და დაახლოებით 16 წლის მერე რინგზე არ ყოფილვარ რა აუ ბრუნდები მოკლედ ეხლა რამდენის ხარ ეხლა 25-ის რო გამოვითვალო 25-ის კაი პაუზა აგიღია შენს გიორგიზა დიდ პაუზებით დიდი პაუზის მაგრამ ამ დროის განმავლობაში ვარჯიშით დაკავებული ვარ რა კარგ ფორმაში ვარ მოკლედ შესანიშნავ კეთილი მეგობრებო რავი მე მგონი ვინმეს თუ კითხვები გაქვთ გთხოვთ ახლა დასვათ თუ არა და დავაბრუნოთ მიკროფონები გადავცეთ კოლეგებს და დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს მაშასე ბრძოლა 61 კილოგრამში გიორგი შალამბერიძე ზაქრო გიგაური კამერებისკენ კიდევ ერთხელ გიორგი შალამბერიძე ზაქრო გიგაური გამა მატრიცას გახსნის ეს წვილი მეგობრებო შემდეგი წვილი რომელიც მე მინდა წარგიდგინოთ იჩხუბებს 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ესენი ბოდიშით 70-ში იჩხუბებენ კი ბატონო და ესენი არიან თორნიკე რევიშვილი და სანდრო გოგიაშვილი გამარჯობა ბიჭებო მოიწიეთ ცოტა ახლა მოიწიეთ თქო არ იჩხუბოთ ჯერ არ იჩხუბოთ კეთილი მაშასე დაიწყეთ აბა შენ ისევ პიტბული გამზადებს ამ ბრძოლისთვის თუ ასე ვთქვათ ნუ აი მოყევი მოდი შენ დავიწყოთ პიტბული არ მომზადებს ეხლა იობაშვილთან ერთად ვარ და კლუბ გლებში ვემზადები და იობაშვილთან ერთად და იობაშვილი ახლა ყველამ კარგად იცით კი ბატონო როგორ მზადყოფნაში ხარ რა ხოძზე ხარ მორალურად თუ ფიზიკურად და რა ბრძოლას ველოდოთ კარგ ხოძზე ვარ შედარებით სხვა ბრძოლებთან შედარებით როად გამაში რაც ვიჭუბე 3 ჭუბი მაქვს ჩატარებული გამოცდილება მან მივიღე კარგ ბიჭებთან მაქვს ჩატარებული და უფრო მეტი გამოცდილება მივიღე ეხლა უფრო მეტად განვითარებული ვარ ესე რომ ვთქვათ
შესანიშნავია, ნუ რო თუ გამას შენი ბრძოლები ჩვენს გვახსოვს, სწორად ამიტომაც შემოგთავაზეთ ძირითად ლიგაში გადმოსვლა და მოველოდებით არანაკლებ სანახაობას რაც დადებული გაქვს უკვე რო თუ გამაში. გადავიდეთ შენს მეტოქეზე, რომ წარადგინო შენი თავი და ასე ვთქვათ, შთამბეჭდავი გარეგნობის გარდა რა გაქვს მომზადებული შენს მეტოქისთვის და გამას მაყურებლისთვის. მე ვარ სანდრო გოგიაშვილი, Road to Gamaz-ზე მივიღე მონაწილეობა, სადაც დავუმარცხდი, მაგრამ ჩემი ხასიათის და ასე თუ ისე ნორმალური ტექნიკის გამო ამიყვანეთ. მე ვარჯიშობ MMA-ზე დავდი ბოდიში შეგაწყვეტნეთ ბოდნო. დავუმარცხდი, ისეთი მომენტი არის, მე მგონი გაბროს ამსიანთან რო ქონდა ბრძოლა, ეგეც აღსანიშნავია, იმიტომ რომ ну ისეთ ვიღაცასთან არ დამარცხებულ ხარ პირდაპირ რო ვთქვა. კი, სხვათა შორის რაც ვნახე მე რასაც უყურე, ძალიან კარგად შევებძოლი ამისთან ბიჭს, ანუ ვიცი გაბრო როგორი ბიჭიც არის, ახლა ბოლოს ბრძოლაც ვნახე და ჩემი აზრით ესეთ ბიჭთან რომ ესე გავქაჩე, ანუ მე ვიცოდი რომ ჩემზე გამოსდილი იყო და ველოდებოდი ესეთ წინაღობას რა, მაგრამ ქულებით, ესე რომ ვთქვათ, გაყოფილი გადაწყვეტილებით ძლივს მომიგო რა. და ამ ბრძოლის მერე მე გაბროსთან ასაუბრები მაქვს და ამ ბრძოლას რო გავიმარჯვებ, მე იმის შემდეგ უეჭველი შეხვდები გაბროს რა. კეთილი. შენს მომზადებაზე რომ გვითხრა, სად ემზადები, რა არის შენი საბაზისო სპორტი და ასე ვთქვათ, გამაში როგორ გაართმევ თავს ძირითად ლიგაში, რას ფიქრობ უშუალოდ კონკრეტულ შენს დღევანდელ ამ მეტოქესთან? კი, მე ვფიქრობ, რომ კაი მოწინააღმდეგეა, მაგრამ ჩემი ფიზიკური კონდიციების გამო შეიძლება ჩემზე ტექნიკური იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებ. იმას აღნიშნავ, რომ ტექნიკურად სამწუხაროდ ერთი დარბაზი ვერ დავიძვალე ჩემი სამსახურიდან გამომდინარე და ანუ MMA-ზე დავდი 2 თვე გაცდენებით. რამდენიმე თვე კიკბოქსზე დავდიოდი და ახლა boxing time-ში დავდიოდი, ეგეც გაცდენებით, იმიტომ რომ რთული სამსახური მაქვს, მაგრამ ისეთ ბიჭებთან სპარინგობ, ისეთ ბიჭებთან ვარჯიშობ, რომ საკმაო გამოცდილება დავაგროვე. რინგზე კიდე რაც შეეხება რინგზე, ერთადერთი ბრძოლა ეს ჩემი პირველი ბრძოლა იყო გაბრო სამსიანთან, ცხოვრებაში რინგზე არ ვდგარო რა. და როგორც ვიცი, ჩემზე გამოცდილი არის თორნიკე და ნახოთ რა ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებ. თან პირველივე რაუნდში ნოკაუტით დასრულებას ვაპირებ, რავი, ჩემი მიზანი ეს არის. სერიოზული განაცხადია. რას ფიქრობ, აბა? ნოკაუტს გპირდებიან თანაც პირველ რაუნდში. იხარია და მოუწყოს ნახოთ. ნახოთ, პირადული არაფერი, რა თქმა უნდა, შენც ამას აპირებ დარწმუნებული ვარ და ჩემდანდობას არ აპირებ, ხო ესეა? აბა რა. მაშასე. მოდი, მაშინ მე მგონი საქმელი აღარაფერია. მე ვგობრებო, ვინმეს კითხვა თუ გაქვთ, გთხოვთ რომ მიკროფონთან მიხვიდეთ ხოლმე წინასწარ, მეწოდინება რომ ვინმე თუ კითხვის დასმას აპირებთ რომ დრო დაგიდგოთ. თუ არ ხართ არავინ მიკროფონთან, ეს იმას ნიშნავს და მიმითითებს იმაზე რომ კითხვებიც არ გაქვთ. დავაბრუნოთ მიკროფონები და დაუპირისპირდეთ ერთმანეთს. მაშასე, ბრძოლა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ამ მებრძოლების ტრახი გექნებათ უკვე Road to Gamaz-ზე ნანახი. თუმცა ვისაც არ გაქვთ, დაელოდეთ გამა მატრიცა და დაეტაკებიან ერთმანეთს თორნიკე რევიშვილი და სანდრო გოგიაშვილი. კამერებისკენ კიდევ ერთხელ თორნიკე რევიშვილი მეგობრებო და სანდრო გოგიაშვილი. გადავიდეთ მესამე ბრძოლაზე. ეს ბრძოლა შედგება 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და მე მინდა ვიხმო გიორგი მახარაშვილი და დიმიტრი ვახტანგიშვილი. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. თქვენს როგორც ასეთი ძირითად ლიგაში დებიუტი გაქვთ ხომ? უპირველეს ყოვლისა, მაინტერესებს რომ გვიამბოთ იმის შესახებ, თუ როგორ მოემზადეთ, სად მოემზადეთ და რა როგორ ხოთზე ხართ რა? დავიწყებ მაშინ, მე გიორგი მახარაშვილი ვარ. დებიუტი მექნება ახლა გამაში. მოემზადები კლუბ მგლებში, მიხეილ ბაკაშვილი, ლევან იანკოშვილი, ტრენერი მიხეილ ბაკაშვილია და სპარინგ პარტნიორები, რა თქმა უნდა, გოგა ქაუთარაძე, ლევან იანკოშვილი. თავს კარგად გრძნობ, კარგ ფორმაში ვარ და რა ვიცი, ერთ სული მაქვს, 25 მოვიდეს და
ნუ აჩვენო ჩემ თავს და შემდეგ ხალხს, ნუ რა შემიძლია. შენ რა სიტყვა? გამარჯობა. მე დიმიტრი ვახტანგიშვილი ვარ, ახალქალაქიდან. ვარჯიშობ ჩემპიონთა აკადემიაში. ბიჭები მეხმარებიან და მე მზადები რა, კარგ ფორმაში ვარ. ეგრე. თუ სწორად მახსოვს, შენ მუშტიკრივის გამოცდილება მცირედი გაქვს, ხო? კონტენდერ ლიგაში გაქვს ერთი ბრძოლა ჩატარებული, ხო? კი ბატონო. ხედავ რა კაი მეხსიერება მაქვს. კეთილი. უპირველეს ყოვლისა, შენთან მაქვს კითხვა, რამდენად დაგეხმარება ეს მიღებული გამოცდილება, რაც ფაქტიურად გაქვს მიღებული გამაში, იგივე ეს ბევრი სპორტსმენისგან გამიგია, მათ შორის გამოცდილი მოკრივეები, MMA-ის მებრძოლები და სხვა მრავალი, ზუსტად იგივე სიძახიან, რომ გამა სულ სხვა, ეს მუხტი, ეს შემართება, ეს აურა, რაც აქტრიალებს, ნუ ეგრევე გვავიწყებინებს იმ წლებ გამოცდინებას, რაც გვაქვს და ფაქტიურად ინსტინქტები ირთვება. ასეა თუ არა და რამდენად გაძლევს უპირატესობას ეს გამოცდილება შენს მეტოქესთან შედარებით. უპირატესობას ფსიქოლოგიურად მომცა უფრო უპირატესობა, იმიტომ რომ ერთი დღის აღებული ჩხუბი მქონდა რა, ეგ წონა დავიკელი უცებ ვიჩხუბე და ეგ არის რა, ეხლა ძირითადი ლიგა მაინც სხვა არის. და მაინც მზად ვარ რა ყველაფრიც. კი ბატონო. გიორგი, ვინაიდან შენ ახსენე გამას ლეგენდა, როგორც ლევან იანქოშვილი, კოკა ქავთარაძესაც აქვს ჩვენთან ნაჩხუბი და ორი მოგება აქვს მე მგონი მოპოვებული. ბიჭები გეტყოდნენ ხო, რომ იგივე კრივისგან და კიკბოქსინგისგან განსხვავებულია მუშტიკრივი. მოგცეს თუ არა რამეს დაგაკვალიანეს თუ არა და მოგცეს თუ არა რაღაც ესეთის კარგი რჩევები, რომელიც უნდა გამოიყენო ამ რინგზე. რა თქმა უნდა, კი, მომცეს, რაცაც ქვია სუფთა მოკრივეები, ძალიან მაღალ დონეზე არიან ეს ბიჭები და ნუ ბევრს ავლო მათგან სპარინგებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც მხრივ ჩემთვის უფრო ხელსაყრელია გამა, იმიტომ რომ MMA-ის გამოცდილებაც მაქვს და ასე თუ კლინჩი ახლო ჩხუბი არა, უფრო კლინჩის დონეზე, ნუ სხვა ფიზიკური ძალა სჭირდება და მაგიტომ ვფიქრობ, რომ შეიძლება გამომივიდეს რა. შეიძლება გამომივა, აუცილებლად გამომივა და ბოდიში გამაში დებიუტია, მაგრამ მუშტიკრივში ეს არ იქნება. პირველი ბრძოლა სხვა ორგანიზაციის მერში მაქვს ჩატარებული და წარმატებითაც ასე თუ ისე კი. ბევრი სხვა ორგანიზაცია არიზიარებს კლინჩს, როგორც ვიცი და ეს კლინჩის მომენტი თუ გაცდილი და განცდილი და იგივე ლევან იანქოშვილს ვიხსენებ და ჩვენ გქონდა ეს პირადი საუბარი მასთან, რომ მეთქი ძალიან მაგარი სტილი გაქვს, უბრალოდ რატომღაც კლინჩს არ აქცევთ ხო ყურადღებას და რო სხვათა შორის რომ მომისმინა და დახვეწა, არ ვიცი, მე მომისმინა თუ რაღაც დაემთხვა ერთმანეთს, დახვეწა კლინჩი მან მერე და მეტად უკეთესად დაიწყო თავის გართმევა და აი ამ მომენტში თუ დაგეხმარა ლევანი და გაგიზიარა თავის გამოცდილება, ეგ მაინტერესებს. სხვათა შორის ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა კლინჩი ლევანთან. ხო და მაგ მხრივ პირიქით მეც რაღაც ჩემთან ერთად ვარჯიშობდა. მე მგონი გელენინძესთან ჩხუბი იყო, რომ რა ცოტა ვეკლინჩავე რა. ასე თუ ისე მე უფრო მიადვილდება კლინჩი. შესანიშნავი, ამით უფრო საინტერესოა. კარგი, აქ წინაზე პროგნოზებიც გაჟღერდა, საკმაოდ ხმამაღალი, რომ პირველ რაუნდში, ნუ ნოკაუტის ბონუსზე ერთ-ერთი პრეტენდენტი გამოიკვეთა და თქვენ რამე პროგნოზებს ხო არ გააკეთებდით ან ერთმანეთს რამე ხო არ დაპირდებოდით? მე მინდა არ მინდა რომ მალე მორჩეს ბრძოლა, მაინც მინდა რომ ნუ სხვა მუხტი აქვს, მაინც გამას რინგს პატარა რინგია, მეტი ტემპი არის და მინდა რომ მეორე-მესამე რაუნდში მაინც გადავიდეს ბრძოლა გამოცდილებისთვის, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ დროზე ადრე მოიგო, გავიმარჯო რა. და რა თქმა უნდა, ეხლა პირველ რაუნდში თუ სახეს მომიშვერს, იმის გამო რომ მეორე-მესამე რაუნდი მინდა
არ შევიკავებ თავს. დიმიტრი, რა სიტყვი აპირებს სახის შესვერას თუ სხვა გეგმა გაქვს? Короче, მე კონკრეტული გეგმა მაქვს. ანუ პირველივე რაუნდში რომ ვატკინო და მეორე წუთზე მინდა რომ ნოკაუტით დავასრულო. სამივე რაუნდისთვის მზად ვარ. სამი კი არა, ხუთისთვისაც მზად ვარ. და ნოკაუტი რა. ოკეი. საინტერესოა ვისი დანაპირები გაჭრის. კეთილი, მეგობრებო, დავაბრუნოთ მაშინ მიკროფონები და დაუპირისპირდეთ ერთმანეთს. გთხოვთ მიკროფონები გამოვართვათ. მაშასე გიორგი მახარაშვილი, დმიტრი ვახტანგიშვილი, ბრძოლა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. კამერებისკენ. კიდევ ერთხელ, გიორგი მახარაშვილი, დიმიტრი ვახტანგიშვილი, მეგობრებო. კეთილი. გადავიდეთ მეოთხე წყვილზე ჩვენი საღამოსი. მას ასე ეს ბრძოლა შედგება 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და მე მინდა ვიხმო საბა მუფასა ბუცხრიკიძე. და საბასთან რინგს გაიზიარებს გურამი ცაცია კვარაცხელია. თუმცა აქვე მინდა მოგახსენოთ მეგობრებო, რომ სამწუხაროდ გურამი ვერ ჩამოვიდა კონფერენციაზე. საკმაოდ საპატიო მიზეზი აქვს. დღე-დღეზე პატარა სელოდება და ვერ დატოვა დიდი ხნით მეუღლე. ხოლო ბრძოლა დაგეგმილია და ბრძოლაზე აუცილებლად შეგვირდა რომ იქნება. საბა, ამიტომ შენ მოგმართავ. ესე იგი 70-ში ჩხუბობდი. 66-შიც ჩხუბობდი, მაგრამ ვერც ერთხელ წონა ვერ ჩაგვიბარე. ნოკაუტები რო არა? არ ვიცი. ეხა 77-ში აიწიე. რა წონით კატეგორიაში გინდა ბრძოლა? ეს პირველი კითხვა რომ მითხრა. პირველ რიგში მოგესალმებით. საბოლოო ჯამში მაგ კითხვაზე 70-ში მოკლედ. 70-ის მებრძოლად განმიხილეთ ხოლმე 10. უბრალოდ ანუ ეხა 77 კილოში იმიტომ ვჩხუბობ, რომ რაღაც ზონის კლებასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები მაქვს და ეს ჩამთელობის პრობლემები რო ავირდიო თავიდან მე ჩემნია რომ 77 კილოში ვიჩხუბ. ასევე გურამს პირველ რიგში დაპირისპირებიდან მიუხედავად ვულოცავ შვილის მომავალ შვილის თქვა დაბადებას. აპლოდისმენტები ჩემი აზრით დავაჩქო. ასევე მადლობას ვეთქვი რომ ჯარისკაცი არის და ჩვენ ქვეყანას იცავს. უბრალოდ პიროვნულად რაღაცნაირად ესე ჰაერზე არ გამომიწვევია, რაღაცნაირად მაღიზიანებსავით, ანუ ის რომ ანუ თავდაცვის ძალებში არის და ანუ ყველა ჯარისკაც პატივისცემ, ანუ არასწორად არ მინდა გამიგოს ვიღაცამ. უბრალოდ ანუ თავდაცვის ძალების წევრი რო ხარ და ანუ ერთ მორთმაში ეგრე აჩერებ ჩხუბს, გინდ კორტავასთან, გინდ მარგიშვილთან, რაღაცნაირად აკნინებს ჩემ თვალში მოკლედ ჩვენ თავდაცვის ძალებს და ეგ მინდა რომ აღარ გააკეთოს მოკლედ. და ანუ ისე მინდა მოვუგო რომ მეორე აღარ იჩხუბო საერთოდ, ანუ და შიშველი ხელები ჩემი აზრით უფრო დამეხმარება ამ ყველაფერში. და შიშველ ხელებზე შეტაყდით? კი. ო, აპლოდისმენტები მეგობრებო. ბრძოლა შიშველ მუშტებზე შედგება. და რა ვიცი, იმედია რომ ჩხუბის დღეს მოვა და ასევე იმედი მაქვს რომ თუ იჩხუბებს, ისე არ იჩხუბებს, როგორც ადრე ჩხუბობს ხოლმე, რომ ერთ მოხვედრაში ჩერდება ხოლმე. აი მე მაქვს საკმაოდ კავერზული კითხვა. ჩხუბია რა და ეხა მეც მიჩხუბია, ბერმარიც, მაგრამ მიჩხუბია. ამიტომ და ისეთ თემა რა რომ ხანდახან ისეთ ხოძზე ხარ, ისეთ მორალურ მდგომარეობაში ხარ, რომ კედელსაც გაამტრევ და რკინასაც გადაღრნი, მაგრამ ხანდახან ვერ ხარ ასე. და მით უმეტეს ეხა ღვიძლში რომ მოგხვდება, ან ისეთი მოგხვდება, ხანდახან ძალიან მწარეა რომ მოგხვდება, ან ნეკნი რომ გაგიტყდება რაღაცა და შეიძლება გააჩერო ბრძოლა. თუმცა აი ისე რომ მოხდეს, რომ შენ მოგიწიოს ბრძოლის გაჩერება. აზრს გურამიზე შეიცვლი?
არა, მე მაგაზე არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ღვიძლის გარდა, რავი, წინა ჩხუბებზეც ანუ ერთი ხდებოდა და ხრიდა თავს და აღარ აგრძელებდა ჩხუბს და რავი, არ შევიცვლი, რავი, შეიძლება შეიცვალოს ახლა მომავალ დროთა განმავლობაში ადამიანები ვიცვლებით და რავი, ვიფიქრებ, რომ არ არის ეგეთი, მაგრამ რაღაც ეჩვენებარება. კეთილი. აგერ არის კიდე კითხვა. ჩემზე კავერზულ კითხვებს ვასხოთ. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას მებრძოლებს, მაყურებელს. პირველ რიგში მაესტროსთან მექნება კითხვა, მარტო რატო ხარ? ანუ ბატონი გიგა რატო არ არის ხა შენს გვერდზე? დასვენება ერგება გიგას და მაგიტო. ხო, რავი, ცუდად ვართმევ თავს? არა, წინ პრესკონფერენცია მარტო ჩაატარა ბატონმა გიგამ. მე სხვა გადაღებებზე ვიყავი. ხო. არა, უბრალოდ ორი უფრო კარგად ართმევს თავს, ანუ უფრო მხიარულია ჩემი აზრით. მადლობა. შევეცდებით ორივე ვიყოთ შემდეგ კონფერენციაზე. მადლობა. რაც შეეხება კითხვას, საბასთან მარტო ეხლა საბასთან მექნება, ვისა მექნება. რატო აირჩიე გურამი, როდესაც გურამს ბოლო ჩხუბი წაგება აქვს? ეს მოგებულს არ უნდა შეხვდე? შენ თუ მოგებული გაქვს ეხლა? ეგ წესი არსებობს ეგრე, მოგებულ თუ ხარ, მოგებულს უნდა შეხვდე? როგორც ასეთი წესი არ არის ასეთი, მით უმეტეს თქვენ ფაქტიურად სხვადასხვა წონის მებრძოლები ხართ და საბას ინიციატივა იყო. ახლა ჩვენც გძლად რო არ მოვყვე, მოკლედ მოვყვები, დავთანხმდით რაღაც ეტაპზე, მით უმეტეს გურამიც თანახმა იყო, ამიტომ შევადგინეთ ეს ბრძოლა. და აუცილებელი, ასე ვთქვათ, წესი რომ მოგებული აუცილებლად მოგებულს შეხვდეს, არ არის, იმიტომ რომ საბამ დაიმსახურა ტოპ 5-ში ბრძოლა. გურამი წინა საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა კორტავასთან, რაც მე მგონი არ არის სამარცხვინო. ერთ-ერთ საუკეთესო მობრძოლთან დამარცხდა, ჩხუბში მარცხდები. ერთ-ერთი შანსი ყოველთვის არის, თუ ჩხუბობ მარცხდები. გეცოდინება შენ. კითხვაზე პასუხი არ მიმიღია. საბა რატო აირჩიე გურამ კვარაცხელია? ანუ აქ თუ გვისმენდი, მოვთქვი უკვე. არ გითქვია. რაღაცნაირად მაღიზიანებს თქვი პიროვნულად და რო ჩერდება, მაგიტო რაღაცნაირად პირადული არ მაქვს, ესეც ძალიან როგორც დავუშვათ აკასთან და ასე შემდეგ მქონდა, მაგრამ მინდა რომ ისევე ჩხუბო, რომ მე აღარ მოუნდეს საერთოდ ჩხუბი. ანუ ღვიძლისგან გააჩერა როგორც მახსოვს. არა, მანამდეც არ მარგიშვილთან მაგალითად სახეში მოხდა და აღარ უნდა ჩხუბი. და მაგიტო გინდა ჩხუბი მაგასთან? კი, ასევე წონის კლების გამო მინდა რომ 77-ში ვიჩხუბო. რავი, თან სტილისტიკურად ჩემი აზრით უფრო მერგება და ამიტომ მაურჩიე კვარაცხელი. შენ ჩვენ ლაპარაკში აღნიშნე რომ ნოკაუტერი ხარ. კი. ანუ ნოკაუტერი ხარ. კი. კარგი და ბოლო კითხვა რომ ეხა შენი იმის რეიტინგი რაც არის, რამდენია პროცენტი მოგებულის? 3 მაქვს მოგებული და 3 წაგებული. 50% მაქვს მოგებული, 50 წაგებული. კაი, მადლობა. არაფერს. გისწავლია პროცენტის გამოთვლა. კეთილი. კიდე ხომ არ გაქვთ თუნმეს კითხვები? მე მინდა თქვა, ერთ ამ კვარაცხელიას მე დიდი ალბათობით, არა, უეჭველი ვიცი რომ გავული, მაგრამ რომც ვერ გავიარო, რაც ეს თქვათ ზერელი კი არა და რაღაც ფრთხილი დამოკიდებულება იგრძნობა შიშველი ხელებით ჩხუბზე ერთი ადამიანისგან, ანუ ეს რომ გავუქანე მაგ ადამიანს რაღაცნაირად ისეთი კენტუსებზე ჩხუბისკენ იწევს უფრო მეტად. რა ვიცი, შენ როგორც გამომიწვიე, პრინციპის ამბავში ამოდიო 70 კილოში და მე ჩხუბეო, მაგე პრინციპის ამბავში გეუბნები, რომ აღარ ვარ 66 კილოს მებრძოლი და პრინციპი შენთვის თუ ის არის, რომ კენტუსებით და ბალიშებით უნდა ვეჩხუბოთ, რა ვიცი, საღო, მაგრამ ჩემი აზრით არ არის ეგრე. აკას დაგემოწმება, რომ არ არის არაფერი შიშველი ხელებით ჩხუბზე და მოიკრიფე გამბედაობა და ამოდი სექტემბერში შიშველი ხელებით საჩხუბად. დავით ისმაილოვზე გასაუბრე. კეთილი, მოდი ბოლოს ჩვენ შენ შეთავაზე დავითს ეს ბრძოლა, მაყურებელს მინდა გაუმხილო, ასე ვთქვათ, რომ ახლანდელი ახირება არ არის, ხო, ფაქტიურად კაი დრო გავიდა მაგ კონფერენციის მე, რაც თქვენ შორის შელაპარაკება, მიკროფონების სროლა და ასე შემდეგ იყო. თუმცა
ეს ყველაფერი გამაში იყო და გარეთ არ გასულა და ბიჭებმა, რაზეც მათ მადლობა, გადაწყვიტეს რომ გამაში დაემთავრებინათ ეს საკითხი. დავით იზმაილოვს ტრავმა აქვს, როგორც მისმა ტრენერმა მოგვახსენა, ხელზე მიღებული, ამიტომ თქვა რომ არ იყო მზად შიშველმუშტებზე, თუმცა ვიმედოვრებთ რომ ტრავმა მოირჩინა და ჩვენ შევთავაზებთ რა თქმა უნდა ამ ბრძოლის მერე უკვე და თუ იქნება ორივე მხარის სურვილი ამ ბრძოლასაც ვიხილავთ. და მაყურებელს თუ გინდათ რომ ეს ჭუბი შედგეს, დაწერეთ კომენტარებში #და თუ არ გაიქცე შიშველხებს. შესანიშნავი. მოდი მაშინ წავიფლექსაოთ საბა, დააბრუნე მიკროფონი. მაშასე გურამ კვარაცხელია და საბა ბუცხრიკიძე. მუფასა რინგნეიმი მეგობრებო. სხვათა შორის მე მგონი ამ ტრეშ თოქზე და ზოგადად საბრძოლო სამყაროში მოვლენებზე რაც გუშინ მოხდა ხო მინდა ორიოდე კომენტარი გავაკეთო რაღაც ეს ტრეშ თოქი რაფის შეჯიბს გულისხმობ მე რაბის რომ მოვიდა ერთ-ერთ უმარის გულშემატკივართან როგორც თვითონ თქვა მეგობართან შელაპარაკება მე ვფიქრობ რომ ეს არის უბრალოდ მაღალი ემოციების გამო. თუმცა ტრეშ თოქი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია სპორტის და მე პირადად ვამაყობ იმით რომ გამაში რაც გვითრეშ თოქავია რაღაც საზღვრებს არ გასდროს არ გადაცელილა და თუნდაც მიკროფონი ესროლად ბიჭებს ერთმანეთს რაც გამაში დაიწყო ის გამაში თავდება და მე ძალიან არ მომწონს ახლა არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს ვინ იყო მართალი ვინ იყო მტყუანი ყოველივე კონფლიქტში არ არის ზოგადად ერთი სრულიად მართალი და მეორე სრულიად მტყუანი ყველა დამნაშავე მაგრამ იმას ვიტყვი რომ ეს რაღაც ნაციონალურ დაპირისპირებაში ნახდათ არ უნდა გადაიზარდოს საქართველო ყოველთვის იყო მრავალ ნაციონალური ქვეყანა გამაშიც მრავალ ნაციონალური წარმომადგენელი იბრძვის და დღეს საქართველო უმასპინძლებს ასეთ საერთაშორისო ბრენდს და დიდ შეჯიბს როგორც არის რაფი და მე მგონი რომ რა ვიცი აი კომენტარებში ვინც წერთ და აგინებთ ერთმანეთს მით უმეტეს ერს და ასე შემდეგ ეს დაუშვებელია და მოგიწოდებთ რომ ასე ვთქვათ, გადავიყვანთ ამ ტრეშ თოქს რაღაცა შუღლში, მით უმეტეს ინტერნაციონალურ შუღლში. და მე ყველა ქართველს რაფზე უსურვებ წარმატებას და გამარჯვებას დღეს. აპლოდისმენტები ბიჭებო. რაც იწყება, გამაში თუ სხვა ორგანიზაციაში რამე კონფლიქტი თუ არ რინგზე გადაწყდეს, მე ამის მომხრე ვარ, ხო? კეთილი, გადავიდეთ შემდეგ წყვილზე და აი დაიგვიანა ცოტა, მაგრამ აქ არის. მოდი ნოდარ, მოდი, რაღაც გამოგაცხადებთ. მაშასე მეგობრებო, შემდეგი წყვილი შედგება 57 წონით კატეგორიაში. ეს ბრძოლა ატარებს საერთაშორისო ბრძოლის ხასიათს და პირველი მინდა ვიხმო ნოდარ ხოტენაშვილი. მიაწოდეთ მიკროფონი ნოდარის და ნოდარის მეტოქე ოსტაშ ჯანბეკ. მიაწოდეთ მიკროფონი. Get the microphone please. მამია დაგვეხმარე გადათარგმნაში გთხოვ. რომ დაუდგე გვერდზე ჩვენს მებრძოლს ოსტაშ. ხო სწორად ვიძახი სახელს. ოკეი. უპირველეს ყოვლისა მაინტერესებს რა მომზადება აქვს, რამდენად არის მზად იმ სიგიჟისთვის, რაც გამას რინგში ხდება, თუ აქვს ნანახი, თუ ხდება სად გაყო თავი და რამდენად თავდაჯერებულია იმის გათვალისწინებით, რომ ხოტენა არა ადვილი გამოწვევა არც ერთი მებრძოლისთვის.
Kama çok farklı bir dövüş, çok farklı bir spor. Bunlar için hazır mı? Ben 13 yaşından beri boks yapıyorum. 13 yaşından 20 yaşına kadar yaptım. Amatör boks. Sonra bıraktım. 13 sene geçti. Şimdi tekrar dövüşmeye başlayacağım inşallah. Hazırlıklarımı 13 წლიდან სპორტში ვარო, კრივშიო, სამოყვარულო კრივის გამოცდილება აქვს საკმაოდ დიდი. შემდეგ დანებებული ქონდა რაღაც პერიოდი, ეხლა განაახლა ვარჯიში. hazırlıklarımı Mami hocamla beraber yapıyoruz. მომზადებას ჩემთან გავდის, ჩემს დარბაზში გავდის. Bu profesyonel olarak ilk maçım olacak. Bu maçı kafamda bitirdim. Zihnen ve beynen her şeyimle hazırım. ეს ბრძოლა გათავისებული მაქვს, რომ პროფესიონალურ რინგზე მოხდება პროფესიონალთან. ეს ბრძოლა უკვე ჩემს გონებაში მოუხარშე დასრულებულია, ჩემთან ფსიქოლოგიური ბრძოლა. 25 Temmuz'da kim iyisi kazanacak. Arkadaşıma da başarılar diliyorum. Tüm sporcu arkadaşlara da başarılar diliyorum. 25-ში ძლიერმა გაიმარჯვოს, უსურვებ კარგ ბრძოლას, წარმატებებს უსურვებ ყველა სპორტსმენს. ნოდარ, შენ რო გითხრა რა მზადყოფნაში ხარ? ვინაიდან მეტოქე შეგეცვალა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რამდენად გამოიწვია მან დისკომფორტი, იმიტომ რომ ვიცი რომ უმეტეს მებრძოლებისთვის დისკომფორტულია, რომ ემზადები ერთ მეტოქისთვის და რაღაც მომენტში გიწევს ადაპტირება შენი სტილის სხვა ადამიანზე. აი ამ ყველაფერზე რომ მოგვიყვე ცოტა გაშლილად. მოგესალმებით ყველას. დისკომფორტი არ მაქვს არც ერთ მებრძოლთან, იმიტომ რომ რა ვიცი, ამ წონაში ყველასთან ვაპირებ ჩხუბს, როგორც მოიხსენებათ. ჩაულებრივ რა. ნორმალურად ვემზადები და არ თუ გინდა კიდე შემეცვლოს, არც მაგაზე არა პრობლემა რა. სხვასაც მივიღებ რინგზე პრობლემა არ არის. ამ კონკრეტულ მეტოქეზე არ ვიცი, რამდენად გამოგივიდა ინფორმაციის მოძიება, იგივე მის ბრძოლების ნახვა თუ შეძელი. რაღაც დონეზე ხომ ასე ვთქვათ ძნელია ხო რომ მოარგო შენი სტილი როცა არიცი რას მოელოდო ამა თუ კონკრეტულ ამ მეტოქისგან საერთოდ არ ვიცი ამ ჩხუბების საერთოდ არ მაქვს ნახი და ახლა პირველად ხედავ ამ კაცს რა ნიშნულობა არ აქვს რა თვითონ მოიგოს ჩემი ჩხუბს რა მე რაზე რომ მოერგო ჩხუბს გასაგები კეთილი იმის გათვალისწინებით რომ ოსტაში სამოყვარულო კრივის წარმომადგენელია. რამდენად კომფორტული იქნება მისთვის ეს ჩეხვაგლეჯვა, რაც გამაში ხდება, ჯიკაობა, რასაც კლინჩს უძახით ჩვენ და იმაზე პატარა რინგი, ვიდრე სტანდარტული კრივის რინგია. როგორც ხელმა გიპასუხო თუ მას მოპასუხა. შესაბამისად მეც ხა მეხუთე ბრძოლას ვატარებ უკვე, მეც მოვერგე ისე ათოსი კამას და ჩემი გამოცდილება სრულიად გავუზიარე მას მომზადების პერიოდში და დარწმუნებული ვარ, რომ დისკომფორტს არ იგრძნობს, იმიტომ რომ ჩემთან და სხვა ისეთ ბიჭებთან, ჩემ ძმასთანაც სპარინგებს ისე გადის, რომ იდეალურად ასე ვთქვათ, მზად არის, ნოდარისთან ბრძოლისთვის და სხვა მებრძოლებთანაც დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება რა. და ნოდარის ბრძოლები ვიცი და მაგითო. ხო, ნოდარიც ბოროტად არიყენებს კლინჩს, ასე რომ ვთქვათ, უფრო სტრაიკერია კლასიკური და მაგისკენ მიყავს ხოლმე რაღაც ნოდარის კლინჩში, აი ვერც ვიხსენებ, ხო? ხო, ამიტომ შეგვიძლია გქონდეს იმედი, რომ იქნება ესეთი კლასიკური სტრაიკინგი. კეთილი. კითხვები ხო არ გვაქვს ვინმეს? არა, შესანიშნავი. მაშინ დავაბრუნოთ მიკროფონები. და პირისპირ, face to face. მაშასე მეგობრებო, ოსტაშ, ჯანბერგ, ნოდარ, ხოტენაშვილი. კამერებისკენ კიდევ ერთხელ. ნოდარ, ხოტენაშვილი და ოსტაშ, ჯანბერგ მეგობრებო, გამა მატრიცაზე 25 ივლისს. გადავიდეთ მე-6 ბრძოლაზე. მე-6 ბრძოლა ჩატარდება 61 წონით კატეგორიაში, თუმცა ეგრევე დავასპოილერებ, თუ როგორ თქვა, ბიჭები შეთანხმდნენ ამ წონაზე, ორივე არიან 57 კილოგრამის მებრძოლები, თუმცა თედო როგავა, რომელიც მინდა ვიხმო და ნიკა მაღლაფერიძე.
წინათ აპირებდა ნიკა ბრძოლას, თუმცა მცირე ტრავმის გამო გადადე ფაქტიურად ეგრე გამოვიდა ჩხუბი, ხოლო თედო კი ზუსტად ნიკასთან უნდა გეჩხუბა წინათვეს, ხო? და კი ბატონო, ხო, თუმცა ტრავმის გამო ჩაენაცვლა მეგრელიძეზე და ვინაიდან ზედიზედ წონის კლება მაინც დაიკლეს, მაგრამ 57-მდე უფრო ძნელი იქნებოდა, ამიტომ შეთანხმდნენ 61 კილოზე. ამიტომ 57-ში ჩვეულებრივად აისახება ბიჭებო ეს ამ ბრძოლის, ასე ვთქვათ, რეზულტატი თქვენს რეიტინგზე, ამაზე შევთანხმდეთ. აბა როგორ ხართ ეხა რა მზადყოფნაში ხართ ნიკა შენით მინდა დავიწყო ვინაიდან ტრავმა ქონდა და როგორ მოიშუშე რამდენად მზადყოფნაში ხარ შეგიშლის თუ არა ეს ყველაფერი ხელს თუ პირიქით უფრო განცვიფრებული და მოწყურებული მოხვედი მოგესალმებით ყველას კი წინაბრძოლაზე რომ ემზადებოდი ტრავმა მივიღე ჩემი შეცდომის გამო ბოდიშს ვიხდი ამ ყველაფრისთვის და მოვიშუშე ეს ტრავმა, მალევე მოვიშუშე და მზად ვარ ახლა ვემზადები, ისევ ლევან ციკლაურთან ვემზადები, რა თქმა უნდა და რავი მზად ვარ ყველაფრისთვის. კეთილი. თედო, წინა ბრძოლაში მე რაც ვნახე ეს ჩემი სუბიექტიური აზრია, შეიძლება მათ შორის იმანი მოქმედა რომ მეტოქე შეგეცვალა და სერიოზულად მოგიწევდა შენი სტილის შეცვლა, ვინაიდან სულ მინიმუმ იქიდან გამომდინარე რომ სხვადასხვა სტილია და ყველაფერს თავი რო გავანებოთ ნიკა ცაციაა და ლადო კი მემარჯვენე ახლა ასე ვთქვათ რამდენად თავდაჯერებულად გზნობ თავს იგივე ის გამოცდილება რაც მიიღე ლადოსთან ბრძოლაში და მაგარი ბრძოლა იყო რაშიც მინდა მადლობა გადაგიხადო კიდევ ერთხელ რამდენად გამოგადგება ნიკასთან ბრძოლაში და ასე ვთქვათ რამდენად თავდაჯერებულად გზნობ თავს გამარჯობათ ყველას ერთი ორი სიტყვა მინდა ვთქვა ჩემ წინა ბრძოლაზე ანუ როგორც ასეთი მოვდივარ კრივიდან არ მაქვს გამოცდილება მუშტი კრივი თვითონ რაც გამაარის როგორც თქვენ აღნიშნეთ სხვა სამყაროა რა ანუ კლინჩი თუნდაც ის ხრით დარტყმები ყველაფერი ანუ სხვა სამყარო იყო პირველი ბრძოლა რაც ჩავატარე დიდი გამოცდილება ვერ მივიღე მეორე ბრძოლა რომ ჩავატარე უკვე ნახე რაც არის ანუ ბოქსი და კრივი იქ არ მადგება თითქმის ანუ სხვა სამყარო მით უმეტეს ასეთი პატარა წონა როა დარტყმების გაცვლებიც უფრო მეტი გადის უფრო სწრაფად გადის და ყველაფერი სხვანაირად არის და რაც შეეხება ეხა ამ ბრძოლას მზად ვარ მაქსიმალურად მზად ვარ ამიასთან ჩვენს ბასთან აი რავი წონის კლებაც თან იმდანად არ მინდოდა იმიტომ რომ წინა თუ ეს ვერ ჩავაბარე სადღაც კილო 200 კილო 300 დარღვევა მქონდა ეხლა კიდე 61 კილოს ჩავაბარებ ჩვეულებრივად უპრობლემო და ჩემთვის ეგ უკეთესია რა და ცაციას სამბრძოლას რაც შეეხება ჩემი აზრით უფრო უკეთესად გამოვიყედებ ამას ვიდრე ანუ ცაციასთან უფრო გამიადვილდება ასე ვთქვათ შენ რას ფიქრობ ნიკა რამდენად ამართლებს შენს მეტოქის ვარაუდი რომ ცაციასთან უფრო გაუმართლდება ბრძოლა ზოგადად ცაციებთან ყველას უჭირს ხოლმე როგორც წესი და მაგიტომ შენთან მაკითხვა რამდენად ადვილია შენთან ბრძოლა შენ რო გითხრა რავი ჩემი აზრით მნიშვნელობა არ აქვს მემარცხენე ცაციას მე პირადად არ მიჭირს არც მემარცხენესთან არც მემარჯვენესთან ორივე შემთხვევაში ერთ იგივე სტრატეგიას ვიყენებ თორნიკა შენ თუ იცი რომ ნიკას და ლადოს აქვთ ბრძოლა ჩატარებული ხო ხო არა სპარინგები გაქვთ ჩატარებული მე მგონი კი გამას შესარჩევ სპარინგებზე ერთმანეთთან ეჭხუბეთ და ნიკა მაჯობა ლადოს და არა მე მგონი ლადო არ იყო ლადო არ აბა ვინ იყო საბას ვესპარინგე კვიშინაც ლადოსაც ესპარინგე მე მახსოვს შენ არ გახსოვს ეთქო წობა მოგხვდა ბევრი კითხა ლადოს მე უნდელები ვართ ამ ეტაპზე და ხო და იტოქში მე როგორც მახსოვს შეიძლება რავი ჩემ ბებერი ტვინი რევს რაღაცას მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ სწორად მახსოვს და ლადომ აჯობა ნიკას და როგორ ფიქრობ ეს ანუ გაგიძნელებს გამარჯვებას თუ პირიქით მეტი мотиваცია იქნება ხო აი мотиваციას რაც შეეხება მინდა ერთ-ერთი გავხადო ანუ ერთ-ერთი გუნდელი რახან არის მაგიდან გამომდინარე და
აი სტილს შევცვლი რადიკალურად. რაც ვიჩხუბე აქ 25 ივნისს, ან 27 ივნისს, აი რადიკალურად სხვას ვაპირებ, აი ხა 25-ში. და ამას ყველაფერს ნახავ თქვენ თვითონ აქ ხალხი დაინახავს, მე რას გავაკეთებ და რა აცვლილებას მომცემს, გინდათ ლადოსთან და გინდათ ნიკასთან, მაგას აცვლილება იქნება, ამას ნახავთ ყველა. კეთილი. აკო კითხვა გაქვს ხო? კითხო? მაღლაფერიძესთან მექნება პირველი კითხვა. ტორნადო რინგნეიმია ხო შენი? კი. ვინ დაგარქვა ეგ? რავი, გუნდელებმა დამარქვეს. ხო, შეგიმეს სხვა ინფორმაცია. მე მეგონა გუდიანმა დაგარქვა. კი, ნუ ერთ-ერთი მაგარაც მიიღო მოცნო. აი ეგ მაინტერესებს ზუსტად. რატო დაგარქვა? ანუ რას აკეთებ ტორნადოსთან? რავი, ჩემი აზრით, ჩემი უპირატესობა არის სისტრაფე და მაქნა გამომდინარე. სისტრაფის გამო. კი ბატონო. გასაგები და ისა ტრავმა ქონდა ხო, რომ არ იჩხუბე წინა ივენტში? კი, ბოლო კვირაში მივიღე ტრავმა. ეხა აღარ გაგა. არა. ანუ სუბუქი ტრავმა იყო, უბრალოდ წონის კლებაში შემიშალა, ხელი მომზადებაში შემიშალა და ნუ დაახლოებით 10 დღე დამჭირდა მოშუშებაში და ეხა ამთვისთვის უკვე მზად ვარ და იმ შეცდომას აღარ გავემეორებ, აღარ სპარინგობ უკვე. იმის გამო რომ არ მივიღო ხელახალი ტრავმა. გასაგებია, კარგი და კითხვა მაქვს რინგნეიმი რა რინგნეიმი ქონდა? რინგნეიმი არ მაქვს. არ აქვს, ხო. მოკლედ, ესე მალე რატო აიღე ბრძოლა? წინა ივენტში 3 რაუნდი იჩხუბე, ანუ რთული ჩხუბი იყო ჩემი აზრით. და რა ვიცი, ანუ რამდენად მზად ხარ ახლა რომ ესე უცებ გადააბი ივენტის? იმიტომ რომ ბევრი ვერ აკეთებს მაგას. შემიძლია ჩემი აზრით, ჩემთვის პრობლემა არ იქნება ეგ. კარგი, წინა ჩხუბს მინდა შევეხო, ანუ შენ რაღაც აპროტესტებდი და რომელი რაუნდი წააგე შენი აზრით? მეორე წავაგე. და პირველი და მესამე მოიგე? კი. მესამე აშკარად მოვიგე და პირველი ჩემი აზრით მინუსკულებიდან გამომდინარე წავაგე. კაი, წარმატებები. აი ხარ. მადლობა. კეთილი. მეგობრებო, კი სათქმელი ხო არ დაგჭათ რამე? არაფერი, აი ბრძოლას ლაველოდოთ. კეთილი. დავაბრუნოთ მაშინ მიკროფონები და დაუპირისპირდეთ ერთმანეთს. მაშასე ნიკა ტორნადო მაღლაფერიძე და თედო როგავა. კიდევ ერთხელ თედო როგავა, ნიკა მაღლაფერიძე 25 ივლისს გამა მატრიცაზე მეგობრებო. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. ეს იქნება რიგით მე-7 ბრძოლა და მე მინდა ვიხმო იოსებ ბენაშვილი. იოსებ ასევე გურამ ვენუმ სულაბერიძე იოსების მეტოქე. სამწუხაროდ დღეს გთხოვა, ძალიან გთხოვა რომ ქორწილში გამიშვითო, ისეთ ადამიანის გვერდით უნდა ვიყო, რომ ვერ უთხარი თუ არის. თუმცა ვიდეო გამოგვიგზავნა რომ აუცილებლად აჩვენეთ ჩემს მეტოქეს. შევხედოთ აბა ვიდეოს. როგორც მოგეხსენებათ, ამ ივენტს ქვია მატრიცა და ჩემო მოწინააღმდეგემ შემომთავაზა გადაღებაზე 2 აბი, რომლიდანაც მე უნდა მომერჩია ან ნოკაუტით დამთავრება, მაგრამ არ მეწოდინებოდა რომელი იქნებოდა ნოკაუტში, ან კიდე 3 რაუნდი მაგარი შეღავათო ბრძოლა. მე 3 რაუნდი ავიღე, მიყვარს ბოლომდე ბრძოლა და ისეთი ბრძოლები, სადაც მიდის მაგარი შეხაობა და ეხლა მე იგივეს შევთავაზებ ჩემ მოწინააღმდეგეს. აირჩია აბიძმო, რომელი გირჩევნია, მაგრამ შენ შემთხვევაში ერთი პრობლემა იქნება. არჩევნის უფლება არ გაქვს. ორივე აბია შენი ფინიში. უემზადე. ბოლოს ვერ გავიგე. ორივე აბი შენი ფინიში იქნებაო. ანუ აზრი არ აქვს რომელს აირჩევ. რავი, არა ვირჩევ მაშინ არც ერთ. რა სიტყვი იოსებ აბა? რავი, არ მინდა. რა თქვი? არ მინდა არც ერთი. არც ერთი აბი არ მინდა. რავი, ჩემი ფინიში არ მინდა, არ მინდა რომ წავაგო. ლოგიკური. ვის უნდა რომ კეთილი. იოსებ, შენ
წაუგებელი სერია გაქვს. ნუ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ იშვიათად ჩხუბობს, 3 მოგება, 0 წაგება გამას რინგზე. 2 მოგება, 0 წაგება. თუ ერთი კიდე კონტენდერ ლიგაში გაქვს, ხო? ერთი კონტენდერ ლიგაში და ერთი მთავარ ლიგაში. მადლობა. ნუ ეგეც კაი მიღწევაა. ბევრს არ აქვს 2 მოგება და 0 წაგება. და საკმაოდ ძლიერი ბრძოლები გაქვს ჩატარებული, მე რაც მახსოვს. გურამი კი არ არის ხელწამოსაკრავი მებრძოლი, შეიძლება ითქვას რომ ესეთი შეუპოვარია, არავისთან არ იხევს უკან. ლევან იანქოშვილიც კი ნოკდაუნში ყავდა ჩაგდებული საჩემპიონო ბრძოლაში და ნუ ბევრი მიღწევა აქვს. იგივე 2 კილოთ კატეგორიით უფრო დიდ კაცს ეჩხუბა და მოუგო ნოკდაუნის მერე და ნუ ზოგადად საკმაოდ ძნელი გამოწვევა. ამაზე თუ შეგიძლია კომენტარის გაკეთება და როგორ ემზადებოდი ასეთ მეტოქისთვის რომ მოგვიყვე. მოკლედ მე გურამის ყველა ჩხუბი მაქვს ნანახი. მარტო გურამის არა საერთოდ გამაში რაც კი ჩხუბები ჩატარებულა თითქმის ყველა ნანახი მაქვს. განსაკუთრებით გურამის, იმიტომ რომ მაგარი მებრძოლი არის და მე გურამთან როცა საუბარი მქონდა, მაშინ მასაც უთხარი, რომ მე კარგად ვიცოდი მისი ბრძოლები, გულშემატკივრობდი კიდევაც და ამ ბრძოლის მერე ისიც უთხარი, რომ კიდევაც კი გულშემატკივრებ თქო. მაგისი ბრძოლები ნანახი მაქვს, მაგას ვიძახი, ანუ ყველა ძალიან სანახაობრივი ბრძოლები იყო და მაგიტომაც გამიხარდა ზუსტად მასთან ბრძოლა, ესეთ მაგარ ბიჭთან ბრძოლა. რავი, გააზრებული მაქვს, მე ვიცი ჩემი შესაძლებლობები, სწორად ვაფასებ ასევე გურამის შესაძლებლობებს, ის გააზრებული მაქვს კარგად, რომ რთული ბრძოლა მელოდება, ამიტომაც ყველაფრისთვის მზად ვიქნები რა. რავი, რაც არ უნდა იყოს, ვიცი უკვე რომ ადვილი ბრძოლა არ იქნება, შეცდომებს არ მაპატიებს ეს ბიჭი, ამიტომ ვეცდები რომ შეცდომები არ დაუშვა. და მაგარი ბრძოლა ჩავატაროთ. ჩვენ როცა ვისაუბრეთ, მაშინაც თქვით, რომ თუ ეს ბრძოლა 3 რაუნდი გაგრძელდა, იქნება ძალიან მაგარი ბრძოლა. დაახლოებით ერთი და იგივე სტილი გვაქვს და ორივეს გვიყვარს შეტევა. ამიტომ მე გურამისგან ვიცი, რომ საოცარ ბრძოლას შემომთავაზებს. არ ველი მისგან არც დანდობას, არც შებრალებას, ვიცი, რომ არ მაპატიებს შეცდომებს. ამიტომ ყველაფრისთვის ზად ვიქნები, რავი, აი რინგიდან სულ რომ მკვდარი გამიტანო, რინგიდან მაგისთვისაც მზად ვიქნები, რავი. ამ მოვალს აბრძოლველად და ვიბრძოლებ. აი როგორც მე ბრძოლებ შეგვეფერებათ, ისე ვიბრძოლებ და დარწმუნებული ვარ გურამიც მაგაზრზე იქნება და საოცარ და კარგ ბრძოლას ჩავატარებთ. შესანიშნავი. საკმაოდ თავდაჯერებულად ხარ, როგორც გიყურებ. და ნუ აი მომზადებაზე რომ მითხრა, გუდიანთან ემზადები, როგორც ვიცი და ნუ იგივე გუნდთან ხარ, ხო? ნუ დიხანიაზე პრობლემა არ გექნება, ამაში დარწმუნებული ვარ. ლევანი ამას. სიმართლე რო გითხრა, დიხანია მაინც და მაინც ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ ვმუშაობ მაგაზე, მუშაობ და აუცილებლად ისე ვიქნები მოსული, მომზადებული, რომ 3 რაუნდი ვიჩხუბო, ისე როგორც საჭიროა. კეთილი, წონის კლებასთან თუ გაქვს რაიმე პრობლემა იოსებ, პირდაპირ, ნუ ლოგიკურია ეს კითხვა რო გამეჩნდა, იმიტომ რომ შენი ბრძოლები 70 კილოში გაქვს ჩატარებული თუ სწორად. ერთი 77-ში, მეორე 70-ში და ახლა ვჩხუბობ 66-ში. მით უმეტეს, ხო და თუ აი რამდენად თავდაჯერებულად ხარ ამ წონით კატეგორიაში, რამდენად გაგიადვილდება წონის ჩაბარება? სიმართლე რო გითხრა, დიდად რო ვთქვა, რომ ძალიან მიჭირს წონის კლება, არა, ეხლა ჯერ არ ვიცი 2 კვირა კიდე წინ არის დარჩენილი, ბევრი არც მაგ დასაკლები დაახლოებით 7 კილომდე მაქვს დასაკლები და ვფიქრობ, რომ მაგასაც ადვილად დავიკლებ და უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს 66 კილოგრამში, ეგრე ვფიქრობ. შევხედავ როგორ ვიქნები, მე იმასაც ვფიქრობ, რომ კიდე შემიძლია დაკლება და შევხედავ ამ ბრძოლის შემდეგ დავგეგმა უკვე ჩემს მომავალ ნაბიჯებს. როგორც გურამი მაგნიშნა და თქვენ გქონდათ საუბარი face to face-ის დროს, პირველმა შენ შეთავაზე 2 აბი და ერთი ნიშნავდა ნოკაუტს, მეორე ნიშნავდა 3-ვე რაუნდში ბრძოლას. რომ აერჩია ნოკაუტი, ანუ რაღაც ხრიკი გაქვს თუ გათვლა გაქვს ისეთი, რომ აი შეგიძლია მაგარჩევანის მიცემა თუ ეს პროსტა მარკეტინგი იყო.
ეს არჩევანი იყო გურამის გასაკეთებელი. მან აირჩია 3 რაუნდი ბრძოლა და მიანდომ საჯებს გადაწყვეტილება. რადგან ეს აირჩიას გურამის არჩევანია და მე პატივს ვცემ მის არჩევანს. რომ აირჩია წითელიაბი იცი რა, მოდი შემდეგში აირჩიოს და მე ვნახოთ რა იქნება, ეხლა ჯერ ესე არ ვიტყვი არაფერს რა. კეთილი. რა მეგობრებო, თუ სათქმელი და შეკითხვა არავის გაქვთ, გთხოვ იოსებ მიაწოდე მიკროფონი ჩვენს დამხმარეს და მეგობრებო, მაშასე ბრძოლა 66 კილოგრამში გურამ სულაბერიძე იოსებ ბენაშვილის წინააღმდეგ. გამა მატრიცაზე 25 ივლისს. აპლოდისმენტები. გადავიდეთ Co-main events-ზე მეგობრებო და მე მინდა ვიხმო მებრძოლების 77 კილო წონით კატეგორიაში. პირველი მათგანი მამია მემიშიში, რომელსაც დაუპირისპირებთ ზვიად მუკვანთან. გამარჯობა ბიჭებო. უპირველეს ყოვლისა, მამია შენ დავიწყებ, მე მადლობას გადაგიხდი, რომ ბრძოლა მიიღე, სულ წინა თვე სიჩხუბე. ხშირად გიყვართ ჩხუბი შენს და შენ გუნდელებს, თედორო გავაც როგორც ვიცი შენთან ერთადაა ხო გუნდში. და თქვენივე ინიციატივით იყო ეს, ხალხო რო არ იფიქროთ რომ მე ვარ ასეთი სასტიკი და დაუნდობელი матчмეიკერი, არა, მამიამ და თედომ მათი გამოიჩინეს ინიციატივა და ჩვენს დაუკმაყოფილეთ. და მადლობა ამ ბრძოლის გადარჩენისთვის, ვინაიდან ვალერ ყოჩიაშვილს უნდა ეჩხუბა ზვიადთან, თუმცა მისი უარის გამო შეიცვალა ამ ბრძოლის შემადგენლობა. რამდენად მზად ხარ ამ ბრძოლისთვის? ახლა 77 კილოში არ გიჩხუბია ჯერ მე მგონი, ხო? 80-ში ეჩხუბე, 84-ში გუკასიანს, კი ბატონო. და აი 77 ახალი გამოცდილება იქნება შენთვის და ეგრევე ჩემპიონის ძმა და იგივე ჩვენ ჩემპიონის განცხადებით, ჩემი უმცროსი ძმა ჩემზე უფრო სასტიკი არისო, რომ იცოდეთო. და ზვიადის ბრძოლა გვინახავს ჩვენ გამას რინგში და არ ამგონია ზურა თუ გვატყუილებდეს, სასტიკად გვატყუილებს. ანუ არ არის ხელწამოსაკრავი მებრძოლი და ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ამ წონაში და რატო დაეტაკე ეგრევე ყველაზე დიდ გამოწვევას რაც არის. მოგესალმებით ყველას, სპორტსმენებს გისურვებთ 25-ში მაგარ ბრძოლებს, უტრამო ბრძოლებს, მანამდე კიდე უტრამო მომზადებას. რაც შეეხება კითხვას, რატო ავირჩიე? თავს იდეალურად ვგრძნობ, ამ წინა ბრძოლაზეც რო თქვა, ანუ არც 3 რაუნდი მიბრძოლია, არც ფსიქოლოგიურადაც იდეალურად ვარ ასე ვთქვათ, ფიზიკურად მით უმეტეს და ჩემი მომზადება, ერთვიანი მომზადება რაც გუკასიანთან მქონდა, გადავაბი და აი ხა ვგრძნობ გაცილებით მაგრად თავს და ვფიქრობ ეს ის დროა რომ ვაჩვენო რეალურად რა შემიძლია ასე ვთქვათ და ამიტომ მინდოდა ზვიადისთან ან ზვიადის დონის ტოპ მებრძოლთან ბრძოლა. მახსოვს 1-2-3 დღე მე და შენ საუბრობდით რომ მიდი რა ეგება მე და მადლობა ამისთვის რომ ჩამსვი ზვიადისთან ბრძოლაში რა. არაფრის. აი, სამადლობელო თუ არის, ჩემთვის არის პირდაპირ საკითხი, მაგრამ არაფრის. ზვიად. პირველს ყოვლისა welcome back. მიხარია რომ დაგვიბრუნდი, რომ მოგვიყვეს სად იყავი, რატო გვანატრევდი ამდენ ხანს თავს, რით იყავი დაკავებული და ასე ვთქვათ, შემდეგი ბრძოლა კიდევ ასე უნდა მოგვანატრო თუ ცოტა მოუხშირებ. მოგესალმებით, ჩემი ბოლო ბრძოლის შემდეგ მომიწია ჯარში ჩასვლა. 1 წელი ჯარში მომიწია ყოფნა, აქედან გამომდინარე ბრძოლას ვერ ვახერხებდი ვერანაირად. ჯარი დავამთავრე, ახლა უკვე თავისუფალი ვარ და უკვე აღარ მოგვიწევს ლოდინი და სახური მოიხადე ასე ვთქვათ. ვემსახურე სამშობლოს. აპლოდისმენტების ღირსია მეგობრებო ეს. კეთილი, ამის გათვალისწინებით ახლა რამდენად კარგ ფორმაში ხარ, ახლა ჯარს თავის რესურსი უნდა და
მესმის რომ ვერ ემზადებოდი და ამიტომ ვერ ატარებდი ბრძოლას და რამდენად შეძელი იგივე შენი ფორმის, შენი კონდიციების დაბრუნება, ფიზიკური იქნება, ტექნიკური და ასე შემდეგ. კი ბატონო, რაც ჯერ დავამთავრე იმის მერე ვცდილობდი რომ აქტიურად დავკავებულიყავი სპორტით, უფრო მეტი დრო გამეტარებინა დარბაზში და ვფიქრობ რომ რაღაც დონეზე შევძელი ჩემი ძველი ფორმის დაბრუნება და ყველაფერს უკვე ვნახავთ რა დონემდე მივედი და როგორ შევძელი ფორმის დაბრუნება. შენ ვალერისთან რო გქონდა ბრძოლა, 1-2 თვით ადრე გაიგე და საკმაოდ განსხვავებული სტილები აქვთ მამიას და ვალერის. რამდენად გაგიჭირდა შენი სტილის გადმოწყობა მამიას სტილზე? ვინაიდან ვალერის სხვა სტილი აქვს, ხო? გადმოწყობა ზოგადად უფრო ვალერის სტილია ესეთი რომ მორგება ჭირდება ძირითადად და მამია ძირითადად როგორც მოკრივე ისე მუშაობს, ამიტომ გადმოწყობა არა, უფრო დაბრუნება იყო რა, ჩემ სტილში დაბრუნება და არ ამგონია რამე პრობლემა იყოს. მამიასაც იგივე დრო ქონდა ჩემთან მოსამზადებლად, რაც მე მაქვს მამიასთვის მოსამზადებლად და არ ამგონია რამე განსხვავება იყოს და პრობლემა იყოს. კეთილი. აქ პროგნოზები გააკეთეს ბიჭებმა აქამდე, ხო? ნოკაუტის ბონუსზე იყო ძირითადი ასე ვთქვათ, პრეტენზია. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ბონუსებზე პრეტენზია და რაიმე პროგნოზებს თუ გავიგებთ თქვენგან? პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს, ჯობია ბრძოლის დღეს გამოჩნდეს ყველაფერი. კი ბატონო, მე პირიქით მინდა რომ ესეთი რაღაცა ვთქვა, მინდა სამივე რაუნდი ვიბრძოლო, იმიტომ რომ მაგარი სტილი აქვს, ვისი ამოვნებ დარწმუნებული ვარ და თუ აქვს სურვილი და ექნება სურვილი, შევთავაზებ 5 რაუნდიან ბრძოლას. რა თქმა უნდა, თუ მას ექნება სურვილი და მისთვის თუ არის მზად, რომ ეს სიამოვნება გავწელოთ რაც შეიძლება დიდხანს. კი ბატონო. ანუ გინდათ 5 რაუნდიანი ბრძოლა ჩავნიშნოთ? ჩანიშნულია რაზეა ბაზარი. მოდი მე ასე გეტყვით, ეს ბრძოლა მე პირდაპირ სკეპსისი მაქვს იმაზე რომ კარგი ორივეს გაქვთ დარტყმის ძალა. შენც დაგიმტკიცებია ეს და შენ წინა ჯგუფში დაამტკიცებ აქტიურად და პირველშიც. მე ვფიქრობ რომ დიდი შანსია რომ არ გაგრძელდეს 5 რაუნდი. თუმცა 5 რაუნდი თქვენ ბრძოლას თუ ნახავთ, როგორც თქვენ მოამატეთ 40%-ით რაუნდების რაოდენობა, იგივე მე ვამატებ 40%-ით ჰონორარებს. თუ 5 რაუნდს გასტანს. ოკეი? მოსულა? მოსულა. თუ გასტანს, ანუ უნდა გავატარებინოთ. არა, ეხლა ეგრეთ. კაი. მომატებულია ეხლა რაღაცის სპეციალურად გაწელოთ არ მინდა ნოკაუტი თუ იქნება თავისთავად უნდა იყოს. კი ბატონო, მომატებულია ჰონორარები, მადლობა სიმამაცისთვის. კითხვა. მამიასთან მექნება კითხვა. გამიკვირდა. ხო. ისა მელიქიანთან გინდოდა ჩხუბი, ხო, როგორც ჩხუბის დღეს ის გამოაცხადე. ეხლაც მინდა. ეხლაც გინდა? და რამ გადაგაწყვეტინა მოკვანთან ჩხუბი ეხლა? როგორც ვიცი, მელიქიანი ამ ეტაპისთვის სხვა ორგანიზაციაში ელოდებოდა რაღაც ბრძოლას და პლუს ამას ორგანიზაციიდან ამ ეტაპისთვის მელიქიანთან დაკავშირებით არაფერი არ იყო და მე პერიოდის გაცდენა არ მინდა ასე ვთქვა და თან დარწმუნებული ვარ მელიქიანზე გაცილებით მაგარ ბიჭთან ვჩხუბობ ხა. ეს ჩემი პირადი აზრია და ის ამაში დარწმუნებული ვარ. მაესტრო დაადასტურებ რომ მელიქიანის სხვა იმაშია და ვერ მოიცალა. ვერ მოიცალა რა, ჩვენ არ გავკეთებია აქ შეთავაზება მელიქიანზე, როგორც მე ვიცი მელიქიანს ეხლა აქ რაღაც ბრძოლა კი ბატონო. სოციალურ ქსელებში მეგობრობ მასთან და ვიცი რომ რაღაც ბრძოლას ელოდებოდა. შეთანხმებული ქონდა ჩვენთან რომ ივლისში მე მგონი სასომხეთში ჩხუბობს კიკბოქსინგს თუ სწორად ვიცი. და ივლისზე არ ქონდა, თუმცა ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ და მელიქიანი ენიბაევთან იჩხუბებს შიშველ მუშტებზე უკვე აგვისტოში. ამიტომ ვიხილავთ კიდე ერთ უმაგრეს ბრძოლას აგვისტოში. ასე იგი, ანუ მამია აღარ იჩხუბეს მელიქიანთან. რატო ენიბაევს რომ მოუგებს, ჩამოვალ მე 70-ში ან 77-ში.
ეს მელიქიანი რო იძახი, მე გამოვიწვიე. მოვიდეს და მეჩხუბოს. შევ ორგანიზაციასაც ვთხოვ ამ ბრძოლის მერე თუ უნდა, ოღონდ ისე არა რომ 6 თვეში, 10 თვეში, კი აგვისტოში ჩხუბობს ეხლა, ხო? ძალიან არ გამიწევს. მანამდე კიდე ვიჩხუბებ მე და მელიქიას უეჭველი ვეჩხუბები აქ და როგორც გეღიმება, ისე გაღიმებულს დაგტოვებ. არა, მე რა, მე ისე ნუ მიყურე გეგონება ვიღაცის მხარეს ვიყო. მე უბრალოდ ვაკვირდები, მე კონკრეტულად რომელიღაც მებრძოლის მხარეს არ ვარ. შენ მასე ნუ მიყურე. აკაკაკრიაშვილის ხარეს არ ხარ. აკაკაკრიაშვილზე მე ის თქვი პირდაპირ, რომ ჩემი ძმა არის მეთქი და ეხლა ფარისევლობა იქნებოდა, რომ მომეტყუებინა რაღაცა. იტო, შეგ სხვა თემა. მამიასთან მაქვს კითხვა ასეთი. ეს რამდენს იღებ ამ რეკლამაში ფულს? ძალიან ბევრს. კაგიყო? არა, არ მინდა. მაინტერესებს უბრალოდ. და გუკასიანთან რა ჩხუბიც დადე. მინდა აღნიშნო, მაგარი ნოკაუტი იყო, სერიოზულად. დიდი ხმაურიც მოყვა მე მაგას და შენ ეს შენი ბრძოლა, როგორც მითხარი, ადრე ასე ვჩხუბობდი, დაბრუნდი, როგორც იყავი ადრე თუ პროსტო კი და უფრო მეტი შემიძლია და მე ვფიქრობ, კი, ნახავთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, უფრო სანახაობრივი ბრძოლები შემიძლია. ჩემი ასე ვთქვათ, პრიორიტეტი არასოდეს არ ყოფილა ნოკაუტი. ჩემი პრიორიტეტი იყო ყოველთვის თავი და მოლომდე ბრძოლა, სანახაობა, იქ კრივის კლასიც, იქ კიკბოქსიც მაქვს ბევრი ნაჩხუბი და ასე შემდეგ და უფრო რაც შეიძლება დიდი ხანი რინგზე ყოფნა. ეს ახლა წონასთან მომატებასთან ერთად პლუს ახლა კენტუსები არის, უფრო მარტივია ადამიანის ნოკდაუნში და ნოკაუტში გაშვება და ეს ყველაფერი მეხმარება. მაგრამ ზვიად მუკვანი გუკასიანი არ არის და სწორედ ეგ აღნიშნე, რომ გუკასიანიც არ არის და მელიქიანზეც მაგარია. რომელი ჯობიას თითქმის კარიერა დაუსრულა, აღარ უჩხუბია იმის მერე, რომელი ჯობია რო არის. დამოიწყდა გვარი. არა, მე ბრძოლის წაგებით კარიერას არ ვასრულებ. პირიქით, მე მინდა ყოველთვის მაგალითი მივცე ჩემს მოსწავლეებსაც, სხვა ახალ თაობას, რომ წაგება არ ნიშნავს იმას, რომ სპორტი უნდა დატოვო. რა პირიქით, წაგებით უფრო უნდა გაძლიერდე, უფრო მეტი უნდა იმუშაო საკუთარ თავთან და უფრო მიაღწევ მე შედეგს რა. მე წაგება აქ რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს, როგორც კი თუ ჯანმრთელობის პრობლემა არ მაქვს, აგვისტოშიც ახალი ბრძოლა ჩამენიშნეთ, პირდაპირ ვამბობ აგერ. კი ბატონო, და კიდე ერთი რჩევა, არ მინდა რომ შემთხვევით დაიტრამო, შნუროკი შეიკარი, თორე ფეხი წამოგედება. კაი. კეთილი, მოდი გავაგრძელოთ. მე გამიჩნდა რამოდენიმე კითხვა, როგორც матчмейкерს ამჯერად. მამია ჩემპიონიც აქ არის და აი ზურა გთხოვ მიკროფონთან რომ მიხვიდე, იმიტომ რომ ფაქტიურად ორივე თქვენთან მაქვს შეკითხვა. მამია, შენ თუ ზვიადთან ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვე, მზად იქნები რომ შეუტიო კამარს და მის უფრო ზმას? რა თქმა უნდა, ეს იქნება ალბათ ჩემთვის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, როგორ გითხრა? კი, პატივი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზურა ვიცი კლასნია ძალიან მისი კრივი გამაში მით უმეტეს არის ერთ-ერთი აი სამაგალითო, რასაც გვია და დარწმუნებული ვარ, აი იდეალური ბრძოლა გამოგვივიდოდა რა. იმ შემთხვევაში თუ მამიამ მოიპოვა გამარჯვება ზვიადთან, სვანურად იძიებ შურს და შეხვდები მიიღებ რინგზე? რო ჩაურთოთ მიკროფონი. მე პრობლემა არავისი არ მაქვს, მოგესალმებით პირველ რიგში. კარგ მომზადებას გისურვებთ და კარგ ბრძოლებს რა. პრობლემა არავისი არ მაქვს, კარგად ის ვინც იქნება, როგორც იქნება ამ რინგზე, თუ მომდება ჩემთან ჩხუბი ვიჩხუბებთ. ნუ ჩვენ გვისაუბრია და კორექტივს შევიტან, ზვიადისთან გაქვს პრობლემა ჩხუბზე, მე როგორც ვიცი. თუ ზვიადი მოიგო ეს ბრძოლა, ისეთი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას, რომ შეგვიჩერდეს ცოტა დივიზიონი. მაგ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, რაღაც ბუფერად დარჩება ზვიადი შენამდე ასე ვთქვათ, შენ დაგიცავს რომ შენ ტიტულს ფაქტიურად გამოვა თუ რამე, ასე ვთქვათ, გამოსავალი გაქვთ ამ შემთხვევისთვის?
რავი, ნახოთ, არ არის გამორიცხული, მაღალ წონაშიც ავიდე რა. ნახოთ როგორ იქნება. ჯერჯერობით ესეა და მე ვნახოთ. კი ბატონო, გეთანხმები, ნუ გავექცევით მოვლენებს, ჯერ ძალიან მაგარი ბრძოლა გველის წინ და იმის დამიხედვით, როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა, მე დავგეგმავთ. დიდი მადლობა ზურა. მეგობრებო, თუ რამე დაგვრჩა სათქმელი, ახლა ვთქვათ, თუ არა დავაბრუნოთ მიკროფონები და დაუპირისპიროთ ეს ორი ვაჟკაცი ერთმანეთს. მაშასე მეგობრებო, ბრძოლა 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში მამია მემიშიში ზვიად მუკვანის წინააღმდეგ 25 ივლისს გამა მატრიცა კიდევ ერთხელ მამია მემიშიში ზვიად მუკვანი აპლოდისმენტებით გავაცილოთ მებრძოლები და გადავიდეთ მთავარ ბრძოლაზე, ამ ივენთის მთავარ ბრძოლაზე. მაშასე 84 კილოგრამის საჩემპიონო 5 რაუნდიანი ბრძოლა და მე მინდა ვიხმო ნომერ პირველი პრეტენდენტები აჰმედ კან ჰოშგორ ნიკა ნოზაძე გამარჯობა ბიჭებო მამია დაგვეხმარე გთხოვ თარგმნაში ნიკა შენით დავიწყებ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ შენ წინა ბრძოლაზე რომელზეც ცალკე მადლობა მინდა გადაგიხადო კიდევ ერთხელ არაერთხელ გადამიხდია ეს მადლობა როგორც შენ თქვი ეს ბრძოლა შენ არ წაგიგია და მართალი რო გითხრა მეც ვთვლი რომ არ წაგიგია ანუ მე-6 რაუნდი ძალიან ვაშკაცური ხოდი იყო ორივესგან ძალიან დავაფასე ცალკე ფინანსებითაც გამოვხატე ასე ვთქვათ ეს ჩემი დაფასება და მართალი რო გითხრა ჩემთვის პირადად არც საჯებს უტევა ეს მარტო ჩემი გიორგი გოჩელეიშვილის აზრია რომ ფაქტიურად ფრე იყო ის ჩემთვისაც ჩემ გადმოსახედიდან და ზუსტად ამიტომ ჩვენც ძალიან ვთვლი რომ დამსახურებულია რომ შენ გერგო ეგრევე საჩემპიონო ბრძოლა. ამჯერად კანჰოშგორთან აჰმედ კანჰოშგორთან მოგიწევს რინგის გაზიარება. რას ფიქრობ უშუალოდ აჰმედზე, მის კრივზე და რამდენად სერიოზული მეტოქეა იგივე ბადოსთან რო გავავლოთ პარალელი. ყველას მოგესალმებით, გამას გულშემატკივარს, მებრძოლებს, ყველას უსურვებ უტრამობრძოლას პირველ რიგში. რავი, ჰოშგორზე რა შემეძლია რო თქვა, რავი, როგორც პიროვნულად შორიდან ვიცნობ, საკმაოდ ჩამოყალიბებული, დასტოინი ბიჭია. დადებითად ვარ განწყობილი რა. როგორც მებრძოლი, საკმაოდ კარგი მებრძოლია, დახვეწილი კრივის ტექნიკა აქვს. მაგრამ რავი, ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით მიხარია, გამოცილი და ესეთ დალაგებული მებრძოლთან ჭუბი. გამოგვივა კოხტა საყურებელი ბრძოლა რა. რომელიც, რა თქმა უნდა, ჩემი გამარჯვებით დასრულდება. არ ვიცი, პირველი, მეორე რაუნდი ნოკაუტი იქნება. აბებს არ გაუშვი? აბებს არ შესთავაზე? არა, აბები არა. შეიძლება ვიჩხუბოთ 5 რაუნდი ან მეტიც, ამის გამოცდილებაც გვაქვს. და დავთქვეთ რა ბრძოლით. კეთილი. აჰმედ, შენთან იგივე კითხვა, ანუ ნიკას ბრძოლები დიდი ალბათობით ნანახი გაქვს. როგორ აფასებ მას, როგორც მეტოქეს, როგორ შეაფასებდი მის ბოლო ბრძოლას ბადოსთან და რამდენად თავდაჯერებული ხარ მასთან ბრძოლაში. Cümleten selamünaleyküm. Tanımayanlar için ben Ahmet Can Hoşgör. Nika için bence güzel bir kariyere sahipti. 5-0 eski şampiyon. Yani karakter olarak da güzel bir adam, sevdiğim bir insan. Ama son 4 maçını kaybetti. Ben ona göre çok daha iyiyim, çok daha aktifim, çok daha güçlüyüm. Yani her açıdan çok daha iyi olduğumu düşünüyorum. Ben bu maça çok hazırlandım. Nasıl geçer? Benim aleyhime çok daha iyi geçeceğini düşünüyorum. Neden? Çünkü ben bu maçı bare knuckle istemiştim. Nika bunu kabul etmemiş sanırım. Kendisine de soru sormak istiyorum. Bare knuckle çıplak el neden kabul etmedim o maçı? İstiyorsan biz bu maçı çıplak el yapalım.
Hiç 5 round sürmesin. İnsanlara 25 Temmuz'da çok güzel bir şov izletelim birlikte. Sen de kötü bir dövüşçü değilsin. Yani çıplak el olması bizim için çok daha iyi olur. Çok daha seyir zevki muhteşem bir dövüş olur. მივესალმები ყველას. ნიკასთან, როგორც ნიკას ჩემს მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, მეც ანალოგიურად ვიტყვი. ასევე ვიტყვი, რომ ძალიან კარგი და წარმატებული კარიერა აქვს სპორტული, ასევე გამაში, თავიდან იყო 5 თითოლზე გამას კამრის ფლობელი, ძალიან მომწონს მისი სტილი. უბრალოდ ფიქრობ, რომ ბევრი რაღაცით ვჯობნი მას და დარწმუნებულია აჰმედჯანი, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვა. ასევე ორგანიზაცია შეთავაზა ნიკასთან ბრძოლა შიშველ ხელებზე. როგორც მან თქვა, რომ ნიკას უარი აქვს შიშველ ხელებზე ბრძოლაზე და რატო გითხრა უარი და მოდი ვიბრძოლოთ შიშველ ხელებზე. მე უარი არ მithქვამს, გიგას უთხარი მოვიფიქრებთ, დავლაგდები თქვა და რა ორგანიზაციასთან შევთანხმდები და ფინანსური კუთხით და მე არ მაქვს პრობლემა. როგორც ხელშეკრულებაში გვაქვს, მაგ ჩვენი ხელშეკრულებით ხო არის შენიც არ უნდა იყოს ეს გამონაკლისი თუ ვწდები მითხარი. მე უფრო მაღალი ანაზღაურება შიშველ მუშტებზე და ანუ ხო, სხვაობას რო არ იყოს, რა სხვაობა არის. ხმამაღალი განცხადების გამო რა ვიჭხუბებ, მე არ მაქვს პრობლემა. ვა, კიდე ერთი ბრძოლა გვემატება შიშველ მუშტებზე? Okay, შესანიშნავი. საინტერესო იქნება. ეს საჩემპიონო ბრძოლა როგორც გამას შეეფერება შიშველ მუშტებზე შედგება. შესანიშნავი. Nice. ეგ არის. შიშველ მუშტებზე არის 5 რაუნდი საჩემპიონო ბრძოლა, მეგობრებო. კეთილი. რა ხდება? კითხვები. კი ბატონო, საბუცხრიკიძე. ხო შკორთან მაქვს ერთი შეკითხვა. აი ბოკეალაძეს რა უნდა ეჩხობა ერთ თურქ მებრძოლთან სერკან ალპაგუს თუ იზნობს? Evet, Serkan'ı tanıyorum. Serkan arkadaşım, kendisi iyi de bir dövüşçüdür. Klan FC'de dövüşüyor, namağlup nakavtla bitiriyor bütün maçlarında. Serkan omzundan bir sakatlık geçirdiği için Nika'yla dövüşemedi, Bokalavadze ile. Sonradan organizasyon tekrar bu maçı yapmamış sanırım. Serkan bu maçın olmasını istiyor. Eğer organizasyon da kabul ederse bu maçın olması yani hepimiz için çok iyi olabilir. კი ბატონო, სერკანს იცნობს, მეგობრობს ახლოდან, იცის ნიკასთან ბრძოლის პერიოდში ტრავმა ჰქონდა, მხარზე მიღებული, ეხა კარგად არის და უნდა ნიკასთან ბრძოლის ასე ვთქვათ, ჩანიშვნა და ჩხუბი და თუ ორგანიზაციაც ამ ბრძოლაზე ორგანიზებას გააკეთებს, მზად არის რომ იჩხუბოს. აქ მე გავაკეთებ კომენტარს. აჰმედკან, შენთან სრული პატივისცემით, მაგრამ შენი მეგობარი არ იმსახურებს ბრძოლას. არ იმსახურებს ბრძოლას რამოდენიმე მიზეზიდან გამომდინარე. ვინაიდან არ წარადგინა მან არანაირი დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ ავად იყო და ჩემი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე არ მიყვარს ასე ვარაუდებით საუბარი, მაგრამ ისე იქცეოდა და ისე საუბრობდა და ისეთ პაუზებს აკეთებდა ეგ ბიჭი, რომ მე შემიძლია საფუძვლიანად ვიქონიო ეჭვი იმის შესახებ, რომ არანაირი ტრავმა მას არ ქონდა. მით უმეტეს დარბას ხსნიდა მაგ დროს და ასე შემდეგ. პლუს კიდე იქ სხვა მის მენეჯერებთანაც ქონდა საუბარი და ნუ აი პირდაპირ არ იწევს. ამასთან ერთად მას არ შეუძლია პატივისცემის გამოხატვა საუბრისას. უბრალოდ დიდი და პატარა და იერარქია ეშლება და არასათანადოდ საუბრობს და მე ესეთ ხალხთან ვერ დავიჭერ საქმეს. არ მიყვარს არასანდო ხალხი, მე აქ კაცებთან მაქვს საქმე, მადლობა ბიჭებო, რომ კაცები ხართ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იგივეს კანჰოშგორსეუბრები, რომ მადლობა იმ კაცობისთვის, რაც შენ არაერთხელ გამოგიჩენია, თუმცა იგივე სიტყვებს ვერ დავხარჯავ მე ალპაგუს მხრივ და ჩვენი და ალპაგუს თანამშრომლობა დიდი ალბათობით ვერ შედგება. მით უმეტეს იმ ჩხუბის მერე ნიკამ არაერთი ჰაიპური ბრძოლა ჩაატარა, შერხანი კი გაჩერებულია. იგივე კლანთანაც გაფუჭებული აქვს ურთიერთობა. კლანთან ჩვენ გვაქვს ურთიერთობა მაჩმეიკერებს და ასე ვთქვათ, მცირე სამყაროა და ბევრი ინფორმაცია იცვლება ჩვენს შორის. ამიტომ მე არანაირი ინტერესი აღარ მაქვს და ზოგადად ეგ ბრძოლაც არ არის საინტერესო. იმას
ბოიკას ბრძოლა აქვს სლავასთან აგვისტოში თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა კორტავასთან აქვს ბრძოლა და ვფიქრობ რომ ორივე არც ერთი ბრძოლა უბრალოდ ორივე ბრძოლა მეტად ხმამაღალი და ყურადღების მომქცევია ვიდრე შერხანთან ნიკას პოტენციური ბრძოლა. ხო, მეც აკრას მაგის გაგზავნებად კაის იქნება, რაღაც ბოიკას და კორტაოს ვიდეო რო დაიდო, მოკლედ რაღაც დამცინავი კომენტარები გააკეთა და მეც რაღაც პასუხი რო დაუწერე, გინებაზე გადავიდა და შენ რა დამოკიდებულება აქვს მაგ ყველაფერთან, შენ რომ მეგობრობ ეგეთ ტიპთან რომელიც სხვის მაგივრად პასუხს ახმეტი ხო არ აგებს. არა, უბრალოდ თუ შეხვდები, ხშირად ხვდები ხოლმე, მაინტერესებს. Küfürlü müfürlü olaylara yani tam vakıf değilim. Yani nasıl görüşüyorsunuz derken Türkiye'deki çoğu sporcu birbirini tanır, destekler de. Yani ben de bu şekilde yani ülkemin sporcusu olduğu için tanıyorum. Ama dediğim gibi yani organizasyonun arasındaki problemi olanlara yaşananları bilmiyorum. Ben sadece tekrardan işte organizasyon öngörürse maçı yapacaklarını yani tekrardan maç yapmak istediğini bildiğini biliyorum. Yani haricen yani söyleyeceğim bir şey yok pek bu konuda. Yani beni alakadar eden pek bir konuda değil zaten bu. პირველ რიგში ეს საკითხი მე არ მეხებაო, ასევე ამბობს რომ მსგავსი რაღაცები მისთვისაც მიუღებელია, სპორტსმენმა უნდა მოიქცეს როგორც სპორტსმენი, ისიც ერთი პერიოდი იყო თურქეთის ნაკრების წევრი და აქედან გამომდინარე იცნობდა და მეგობრობდა და მეგობრობს ეხაც. უბრალოდ მსგავსი რამე თუ მოხდა, არც კი იცის ამან. არ აქვს ინფორმაცია. ხო, თუ შეხვდები, უთხარი რომ ესე უცხო ადამიანის მიმართ გინება მაინდა-მაინც თავი შეიკავე მაგ ყველაფრის. კონკრეტულად ჩემი მიმართულებით დახარჯა ეგ სიტყვები და რომელი კამერა მიღებს? სერკან, fuck you bitch. და რო ჩამოხვალ მე მოგხედავენ. კაი ეხლა. გინებათ თუ გადააქცევთ ეხლა რა ის. აკო მიმართვა აქვს ნოზაძესთან ჯერ წონა მოგიხდა ძალიან მაგარ ხოძე ხარ ვიზუალურადაც გეტყობა და ბადრისთან თქვა თუ ვერ მოიგე ჩემი აზრით არც წააგე ესე უყურებ მე მაგ ბრძოლას ამიტომ წარმატებებს გისურვებ ეხლა რაც შეეხება ჰოჟგორ ჯანს მამია გადაუთარგმნი ხო შენ ხო მე ჩემ პირადი აზრია უბრალოდ მახარობლიძესთან ვფიქრობ რომ არ მოუგია იმიტომ რომ რეფერის მოდი ასე დავარქვათ შეიძლება შეცდომა იყო შეიძლება არ იყო მაგრამ ერთი პირველი დაჯახების გამო ერთადერთხელ დაეჯახა თავი და მაგის გამო დააკლო ქულა და მაგან ის არ გადაწყვიტა ბრძოლის სურათი მთლიანობაში ხო და ეს მიმართვა უბრალოდ არ მიპასუხოს მაგაზე არაფერი და რაც შეეხება კითხვას სამივე რაუნდში გადმოაგდო კაპი და დროს იპარავდა და სუნთქავდა ასე ვთქვათ და ეხა 5 რაუნდი უძროს და 5 ჯერ უნდა გადმოაგდოს ეგ კაპი? İlk önce Makarabolidze maçına söyleyeyim. Yani ben böyle çok fazla konuşmayı seven bir adam değilim. Ben mütevazi bir adamım da. Maçı nasıl izlediniz bilmiyorum. Gözünüzdeki gözlüklerle mi izlediniz? Gözünüzdeki gözlükleri çıkarıp tekrardan izleyin maçı. Yani adam bana kafa atıyor. Yani attığı kafaya puan nasıl yani kırmaz hakem. Yani haricen yani bir daha dövüşürüm. Ben çıplak elle dövüşürüm, yine dövüşürüm. Yani herkese dövüşürüm. Yani ne bileyim nasıl söyleyeyim. Yani bu zaten tek bir hakemin vermiş olduğu bir kararla kazanılmış bir maç değil. Haricen baktığınız zaman adamın bana vurmaya takati yoktu. Tekrardan izleyin bakayım kaç kere bana vurmuş. Ben onu kaç kere vurmuşum. პირველ რიგში მაქსათვალეებით უყურე ბრძოლას. თუ მაქსათვალეებით უყურე ბრძოლას მოიხსენ და ისე უყურე, რადგან მე ბრძოლა არ წამიგია, ასევე მინდა ის ვთქვა, რომ თავს როცა გირტყავს მიზანმიმართულად, მე მოწინააღმდეგე მაგაზე მინუსკულის დაკლება არის სავსებით ლოგიკური და ქულებითაც და ყველანაირად მე მას ვაჯობე და თუ აიქნება სურვილი ირაკლის, კიდე ერთხელ გავიზიარებ მასთან რინგს. ვისა სათვალე რა შუაში იყო
ანუ გამამდიდებელი არ არის ეს სათავე. გულები ვერ დაითვალეო რა, კარგად ვერ უყურეო ეგ გულისხმობს. არა, მე სხვა რამე ვთქვი, ანუ მე ვთქვი, რომ ქულა რო დააკლო თლიან ბრძოლაზე იმოქმედა თქო, მაგრამ ავიგეთ, მაგრამ ამას ხო გიპასუხა ქულარის გამო და შენ ნუ ხარ უფასო ადვოკატი. და მახარობლიძეს თulis რომ მოგებული აქვს ეგ ბრძოლა. ანუ ეგეც უთხარი. მახარობლიძე თვითონ მითხრა. ირაკლი. აიალ უნივერსიტეტში ირაკლი. ეს ალბათ საოცნებო ქვეყანაში ცხოვრობს რა. გარშნებებში არის. აღარ მაქვს კითხვა. პასკასური ოქ. კეთილი. მეგობრებო, რა ვიცი, მე მგონი ბევრი კითხვები აღარ არის, საკმაოდ დაისვა, ამიტომ დავაბრუნოთ რამის თქმა ხო არ უნდათ ბიჭებს? ოკეი, დავაბრუნოთ მიკროფონები და დაუპირისპიროთ ერთმანეთს ბიჭები, მაშასე 5 რაუნდიან ბრძოლაში, საჩემპიონო ბრძოლაში, შიშველ მუშტებზე გავარკვევთ 84 კილოგრამის ჩემპიონს ნიკა ნოზაძე, აჰმედ კანჰოჟგორ, 25 ივლისს გამა მატრიცა! შესანიშნავი. მეგობრებო, სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. გამოგვყვევით ყველა ჩვენ სოციალურ ქსელში და 25 ივლისს უმაგრესი ივენთი გველის გამა მატრიქს. სულ ესაა.